მოგესალმებით, ჩემო YouTube არხის გამომწერებო. ყველას მოგიკითხავთ, საჯარო გაშლა ვნახოთ. და თემა, რასაც ჩვენ ნახავთ და შევეხებით, ეს არის რას უნდა მივაქციო ყურადღება ახლა. ახლა და მოდით 2 კვირის ინტერვალში ვიტრიალოთ, ხო? და გავიგოთ აი ამ 2 კვირის განმავლობაში, ახლადან 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ორაკულით წავიკითხავ თქვენთვის ინფორმაციას. სხვათა შორის აქვე შეგახსენებთ, დახურულ ჯგუფში უკვე ინტენსიურად მიდის ამაზე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მივაწოდე ჯგუფის წევრებს და თქვენც გეტყვით, რომ მალე გამოვა ჩემი საავტორო პირველი ორაკული, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, ქართულ და ინგლისურენოვანი და ეს იქნება პირველი ქართული ორაკული, რომელიც ნებისმიერი იმ ადამიანისთვის იქნება გზამკვლევი, იმდენად ინფორმაციული, იმდენად მეტყველი და იმდენად წაკითხვადი იქნება თითოეული ორაკული, რომ ის ადამიანებიც კი, ვინც არ იცის ტაროს კითხვა, ორაკულის კითხვა, შეუძლია რომ ყოველდღიურ ინფორმაციულ გზამკვლევად გამოიყენოს ეს ჩემი ინსტრუმენტი, რომელიც აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, იქნება არკანების, პროსტად ორაკულის მნიშვნელობები აღწერა ყველაფერი, მაგრამ იმდენად მეტყველია, არა იმიტომ რომ ჩემია, უბრალოდ იმდენად მეტყველი იქნება, რომ ყველა თქვენს შეკითხვაზე ძალიან გასაგები იქნება მისი პასუხი. პირველი ბეჭვდა მექნება ლიმიტირებული და მე უკვე შევხედავ თუ მოთხოვნა იმაზე მეტი იქნება და მე ვიცი რომ იქნება, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე უფრო მეტ ორაკულს რაოდენობას დაუბეჭდავ ჩემი მაყურებლისთვის. ძალიან მიხარია გიანონსებთ ამ საოცარ ამბავს. ბევრი ვიმუშავეთ მე და ჩემმა მხატვარ ილუსტრატორმა და ნამდვილად შედეგი არის საოცარი. მე თვითონ ძალიან ამაყი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, უბრალოდ მინდოდა რომ თქვენთვისაც ჩემი YouTube არხის და ჩემი გვერდის მსმენელებისთვის გამეზიარებინა ეს ახალი ამბავი. ორაკული დასრულებულია, ახლა უკვე ბეჭვდის პროცესში გადავალთ და დამიჯერეთ, ეს იქნება საოცარი ორაკული. ძალიან მეტყველი და ძალიან ატმოსფერული. წავედი ხა. წავედი უკვე შორს. საჯარო გაშლა. ვარიანტები. პირველი ვარიანტი. რასთან მიაქციოთ ყურადღება ახლა და 2 კვირის მანძილზე. ახლა და 2 კვირის მანძილზე. ახლა და 2 კვირის მანძილზე. და 2 კვირის მანძილზე. კეთილი. პირველი ვარიანტი გვექნება ესეთი წრუწუნიკო. მეორე ვარიანტი გვექნება ბაჭია. და მესამე ვარიანტი გვექნება ბაყაყი. დახუჭეთ თვალები და იკითხეთ. რას უნდა მივაქციო ყურადღება დღეს, ახლა და 2 კვირის მანძილზე, რა ენერგიებს უნდა მივაქციო ყურადღება. აბა კარგად დააკვირდით ახლა სამივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ვინც ვერ მოასწარით. დამალვა ჩემი ბრალი არ არის. პირველი ვარიანტი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველ რიგში გეტყვით, რომ
ამ 2 კვირის განმავლობაში სამყაროსეული ეს blessing დალოცვას რასაც ვეძახით, დაცვა და მხარდაჭერა იქნება ძალიან დიდი. ძალიან დიდი. თუ კი თქვათ გარკვეულ გადაწყვეტილებებში ეჭობდით, გამიგიღოთ თუ არა გადაწყვეტილება, გადაგედგოთ თუ არა გარკვეული ნაბიჯები, გეშინოდათ არ იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, აუცილებლად გადადგით, იმიტომ რომ სამყაროსგან გაქვთ როგორც ვთქვი მწვანე, ანთებული, ხართ დაცული, აი ვიღაცისთვის ეს სიტყვა მსმენელისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხართ დაცული ყველანაირი პროვოკაციისგან, ზეგავლენისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, თუ ერთადერთი ადამიანი თქვენ არ შეუშლით საკუთარი შიშებით საკუთარ თავს ხელს, ხო? მოლაპარაკება, დიალოგი, საქმის გადაჭრა, გადაწყვეტილება ამ 2 კვირის განმავლობაში უпростоრად სიმართლე, სამყაროს დალოცვა, სამართლიანობა, ძალა და ყველაფერი ისაც გჭირდებათ იქნება თქვენს მხარეზე. ასე რომ არ დააყოვნოთ. თუ არ დაგიწყიათ, დაიწყეთ. თუ ეჭვი გეპარებოდათ, ეჭვი ახლა შეგეპაროთ და იცოდეთ, რომ სამყაროს თავისი კალთა, როგორც იტყვიან, დედობრივი გადაფარებული აქვს და გიცავთ. აი დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. სიტყვა არის საკვანძო. მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით, დროა, მწვანე ანთებული. მეორე ვარიანტი. თქვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დღეს და 2 კვირის განმავლობაში? The healing lick. ნახეთ, მელია თავის ჭრილობებს კურნავს. ხო, ცხოველი თავის ჭრილობას ლოკვით ირჩენს. დროა რომ ამ 2 დღეიდან 2 კვირის განმავლობაში მოირჩინოთ თქვენი სულიერი ტრავმები. ან კონკრეტული ტრავმა. ნებისმიერი მიმართულებით, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს. და თქვენ ეს გამოგივათ. თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ, იმიტომ რომ healing სიტყვა უკვე განკურნებას და გამოსავალს ნიშნავს ტრავმიდან, პრობლემიდან და იმ ტკინვეული რეალობიდან, რომელმაც ეს საჭიროება მოითხოვა თქვენგან. ამ 2 კვირის განმავლობაში დღეიდან მიაქციოთ ყურადღება საკუთარ სხეულს. არ დაიზაროთ ვარჯიში, ნებისმიერი ფორმის ფიზიკური აქტივობა, საკუთარი სხეულის განებივრება, იმიტომ რომ თქვენს სხეულს ჭირდება ყურადღება, დაიღალა თქვენი სხეული. და სხეული არის მანქანა ჩვენი, რომელიც მუდმივად ჩვენ გვემსახურება, მუშაობს და თუ ჩვენ მას არ მივხედავთ, კარგად ვიცით, მანქანა ხა ცოტა უხეში პრინციპით და მაგალითით ავხსენი ეს ყველაფერი, მაგრამ მას სჭირდება თქვენი ყურადღება. სჭირდება ზეთის გამოსვლა, რა ვიცი, მე არ ვარ მძღოლი, მაგრამ რაც გამიგია, კარგი ხარისხიანი ბენზინი სჭირდება, ხო? ამ შემთხვევაში თქვენც გჭირდებათ ეს ყველაფერი. ბევრი იბრძოლეთ, გაიმარჯვეთ, მაგრამ არის ეს ჭრილობები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს, ხო, ახლა პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს ხელზე, მაგრამ თქვენს ხელს ეს სჭირდება. სხეულს სჭირდება ეს. მიხედეთ, გაანებივრად, მადლობა უთხარით. ის კი არა პროტესტები, პრეტენზიები, ასეთი ვარ, მსუქანი ვარ, გამხდარი ვარ, ჩემი თავი არ მინდა, მადლობა უთხარით. ის თქვენ გატარებთ. ორ ფეხზე დადიხართ, ჯანმრთელი ხართ.
თქვენს ხელშია თქვენი სხეული და მადლობა უთხარით. აღარ წამოუყენოთ პრეტენზიები, ასეთი ხარ, ისეთი ხარ, ულტიმატუმები, თუ ასეთი არ იქნები, არ მეყვარები. თქვენი სხეულია ეს. და უკვე უნდა იგიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. სხეულებრივ დონეზე გჭირდებათ აქცენტების გაკეთება, განებივრება იმ ბრძოლის მერე, რაც ვთქვათ, უკვე იბრძოლეთ და დროა რომ დაისვენოთ. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. თქვენ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დღეიდან 2 კვირის მანძილზე. რა შემიძლია გითხრათ აქ? ნუ გეშინიათ. The guide. ნუ გეშინიათ. თქვენ ძალიან მაგიური ვარიანტი გაქვთ, მესამე ვარიანტი. უსმინეთ სიზმრებს, უსმინეთ ნიშნებს. ყველაფერი ნიშანს მოგცემთ ამ პერიოდში. ყველაფერი ძალიან მაგიური იქნება. თუ რაღაცა არ გამოვა, არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგოთ პროცესებს. არ გამოდის, იმიტომ რომ თქვენი არ არის, თქვენი გზა არ არის. ყველგან იქნება ნიშნები, მინიშნებები. და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, the guide. ანუ ყავთ ის უხილავი თუ ხილული, შეიძლება ადამიანები მოდიოდნენ როგორც გზამკვლევები ჩვენს ცხოვრებაში და გვაძლევდნენ სწორ გზას და სწორ მიმართულებას. გამიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და მუნბრიჯ გზა, ანუ სწორი გზით მიდიხართ. შეგხვდათ ჩიხი, არ გამოვიდა, არავითარ შემთხვევაში არ ინერვებთ, იმიტომ რომ ამ 2 კვირის განმავლობაში თქვენ სამყარო თქვენს გზას გაჩვენებთ. თქვენ გზას გაჩვენებთ. გზას გინათებთ სამყარო და გეუბნება ნუ ანგრევ და ნუ ლეწავ იმ კარებსაც შენი არ არის, ნუ უკაკუნებ იმ კარებს, იმ ადამიანებს, რომლებიც შენი არ არიან. ჩვენ ხო გვიყვარს აი მეწინააღმდეგებით ბრძოლობთ, არა ეს მინდა. სოციალურ ჯგუფში ვისაუბრე ამაზე, როდესაც რაღაცა რამოდენიმეჯერ არ გიღებთ კარებს, როდესაც აკაკუნებთ, ესე იგი თქვენი არ არის. თქვენი არ არის. და ამ 2 კვირის განმავლობაში აი სულ ნიშნებით მიდიხართ. სულ ნიშნებით და მოусმინეთ ამ ნიშნებს, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიურად დაგელაპარაკებათ სამყარო ამ 2 კვირის განმავლობაში. კოლეგებო განსაკუთრებით თქვენ გეუბნებით. 2 თვალი ხო გვაქვს გახელი, მესამე თვალი გავაჭყიტოთ, ყველანაირად უსმინოთ სამყაროს ნიშნებს, იმიტომ რომ თქვენი მფარველები, თქვენი ზედამხედველები, თქვენი ღმერთები, ღვთაებები მიყავხართ იქ, სადაც თქვენი გზაა. მიყავხართ იქ, სადაც თქვენი გზაა. კი. თქვენთვის ძალიან ბევრი რამე ცხადი გახდება. რა თქვენია და რა არ არის თქვენი. თუ ამ ყველაფერს არ შეეწინააღმდეგებით. მე კი დაგემშვიდობებით. საუკეთესო სურვილით ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარულით თქვენი ნინო.